მოგესალმებით, მოდი დღეს მოვამზადოთ ესეთი გემრიელი ტრენდული ნაყინი. საოცარი გამოვიდა. ძალიან გემრიელია. დამიჯერეთ მოვამზადეთ, არ ინანებთ. ეხლა კი შევუდგეთ მომზადებას. ამ ნაყინის მოსამზადებლად დაგჭირდება მინიმალური ინგრედიენტები. ნაღები, აი ესეთი ცელოფნები. ნახეთ, ესეთები, კრემის გადასატანი, ასევე დაგჭირდება შოკოლადი, შოკოლადის კარაქი. ნაღები მაქვს 36%-იანი. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ 30-დან 36-მდე. ასევე დაგჭირდება ზგუშონი და ვანილი. ეხლა დავამტვრევთ ჩვენი შოკოლადი და გადავიტანოთ ცელოფნებში. მე მაქვს 6 ცელოფანი, ჩემი ნაყინები გამოვიდა საკმაოდ დიდი. უბრალოდ ჩემი ცელოფნები იყო დიდი. აი ესე კარგად გადავანაწილებ, მე მაქვს რძიანი შოკოლადი. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ შავი შოკოლადი ან თეთრი შოკოლადი, ეს უკვე სურვილისამებრ. გადავიტანეთ ჩვენი შოკოლადები და ეხლა ეს შოკოლადები ჩავდოთ ცხელ წყალში. ნახეთ ესე ცელოფანთან ერთად. სანამ ჩვენი შოკოლადი გალღვება, დავიწყოთ მომზადება. თაში გადავიტანოთ ცივი ნაღები და დავიწყოთ გათქვება. დავამატოთ აუცილებლად ვანილი ან ვანილის შაქარი. მე მქონდა ვანილის შაქარი. ეს მასა სადღაც უნდა ვთქვიფოთ 5 წუთის განმავლობაში, რომ კარგად გამყარდეს. ამ ნაყინს შეგიძლიათ გაუკეთოთ ასევე დანამატები. მარწყვი, ორეო, კარამელი, რავი, თქვენი სურვილისამებრ, რაც მოგესურვებათ. მხოლოდ ან მიირთვათ როგორც ვანილის თეთრი ნაყინი. საოცარი გამოდის. ჩვენი ბავშვობის გემო. ეხლა დავამატებ ზგუშონს და კარგად გავთქვიფავ. გავთქვიფოთ აუცილებლად გამყარებამდე. ძალიან გემრიელი გამოდის, ნამდვილად მერწმუნეთ. ან შეგიძლიათ გადაიტანოთ უბრალოდ ესე მასა უკვე გამზადებული კონტეინერში, ამას მეტი არაფერი არ უნდა და უბრალოდ გაყინოთ. გექნებათ ძალიან გემრიელი ნაყინი. ეხლა ეს ჩვენი მასა გავყოთ ორ ნაწილად. რადგან ბევრს არ უყვარს ჩემ ოჯახში თეთრი ნაყინი და მეორე ნაწილს დავამატებ ნუტელას. შოკოლადის კარაქი მაქვს ოთახის ტემპერატურის. ამ ნაყინს გადმოვიტან ცელოფანში, რომ ადვილად მერე გადავიტანო ჩვენს ყალიბებში. ეს ნაყინი მზადდება, ხო ხედავთ, ზუსტად 3 ინგრედიენტით. ნაღები, ზგუშონი და ვანილი. დანამატები უკვე თქვენი ნებით, რაც მოგინდებათ და რაც მოგესურვებათ. ეხლა დავამატებ შოკოლადის კარაქს, აი ნახეთ როგორი მაქვს ოთახის ტემპერატურის, რომ კარგად შეეზიალოს მასაში. და ამასაც კარგად დაურევ. ესე ჩვენი შოკოლადის ნაყინი. ამ ეტაპზე უკვე შეგიძლიათ დავამატოთ დამტვრეული ორეოს პეჩენია, ძალიან მოუხდება. ეხლა ამასაც კარგად აურევ და უკვე გადავიტან ჩვენს ყალიბებში. აი ესეთი გამოვიდა ჩვენი შოკოლადის ნაყინიც. ძალიან გემრიელი გამოვიდა. არ ვიცი, საოცარი გემო აქვს. მოამზადეთ, დამიჯერეთ, მართლა-მარტივი მოსამზადებელია და ძალიან გემრიელი. გაალღვა ჩვენი შოკოლადი. ეხლა ესე გადავანაწილოთ და გადავიტანოთ ჩვენი მომზადებული ნაყინი. შპატელის მეშვეობით გადავანაწილე. აი ესე გამოვიდა და გადავიტან ეხლა ბლენდერის ჭიქაში. და ჩავასხოთ ჩვენი გამზადებული ნაყინი.
ესე შეგვიძლია ხა თეთრი, შავი შევანაცვლოთ. როგორც თქვენ მოგიდებათ. ეხა ესე კარგად გავკოჭავ. ბანტებს გავუკეთებ და შევდებ საყინულეში. აი ერთხელ კიდე განახებთ. ესე კარგად უნდა გადავანაწილოთ ჩვენი შოკოლადი. არ ვიცი როგორი გამოვა ესე ამ ცელოფნებში, არ გამიკეთებია ჯერ. ნაყინი ეს ბევრჯერ გამიკეთებია, მაგრამ ესე ცელოფნებში არა. და ვნახოთ როგორი გამოვა. ეხა გადავიტანოთ შოკოლადის მასაც. მე ასევე თუ და გაინტერესებთ, შემიძლია შემოგთავაზოთ კარამელის. ისიც ძალიან გემრიელი გამოვა. აი ესე გამოგვივიდა. 6 ცალი გამოვიდა ჩემთან, ოღონ გამოვიდა ძალიან დიდები. გაიყინა. დამიჯერეთ საოცარი გემო აქვს. ეხლა ვნახოთ შოკოლადის როგორი გამოვიდა. აი საოცარი იყო ნამდვილად, თან ადვილად გამოდის ფორმიდანაც. როგორც მე შოკოლადის მოყვარულს, შოკოლადის ნაყინი ბევრად მირჩევნია და სასწაულია. მართლა ღირს რომ მოამზადოთ, არ ინანებთ. თუ მოგეწონათ ჩემი რეცეპტი, გამოიწერეთ ჩემი არხი, დამიტოვეთ კომენტარი, თქვენთვის რთული არ არის. მე კიდე ძალიან მესიამოვნება. ასევე მითხარით, რისი რეცეპტი გინდათ შემდეგი რომ გადავიღო, რა გინდათ რომ გავაკეთო და აუცილებლად მოამზადეთ ეს ნაყინი. მომავალ შეხვედრამდე.